17 ოქტომბერს ომის ვეტერანთა დაცვის დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ხელშეწყობით შეხვედრა გაიმართა აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებთან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ომის ვეტერანების სიგელები დააჯილდოვა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა ვეტერანებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ხოლო აფხაზეთის მეომართა კავშირმა მათ მიერ გამოცემული ჟურნალი ვეტერანი უსახსოვრა. მე მინდა პირველ რიგში ყველა ჩვენ ვეტერანებს მიულოცო დღევანდელი დღე სრულად საქართველოს ვეტერანებს უსურო ჯანმრთელობა, მხნეობა და ისინი ყოველთვის სამშობლო სადარაჯოზე დგანან. თქმა უნდა, მცირე ნაწილია, ყველა ღირსი არის ამ ჯილდოსი, ამ გახსენების და მე მინდა მადლობა მოუხადო და ვთქვა, რომ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის ეს უმთავრესია, რომ მათ იცოდნენ რა არის ღირსება, რა არის სამშობლო. მოხარული ვარ დღევანდელი დღის რომ ჩვენ გავახსენდეთ, რომ არსებობთ ყველას მთავრობას, ვეტერანთა დეპარტამენტს, ვის ღონისძიება ეს ჩაატარა, დიდ მადლობას ვუხდით. დღეს არის ვეტერანთა დღე და ეს აღვნიშნეთ ერთად. ჯერ პატარა ჯგუფით გამოგვივიდა როგორც საპილოტე, ასე ვთქვათ, მაგრამ მომავალი მე იმედი მაქვს, რომ უფრო ლამაზად, უფრო მასშტაბურად და უფრო შემართებით ისე რომ ყველა ვეტერანმა იცოდეს დღევანდელი დღე და საერთოდ აი ვეტერანების მიმართ რო არის ყურადღება, აი ეს რო გამოჩნდება, ეს იქნება მთავარი